ღმერთს მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ რომ უფალმა აქამდე მოგვიყვანა ჩვენ წმინდა წელში ერთი ადგილი არის სამუელ წინასწარმეტყველმა ისრაელში ოდესღაც ასეთი თვალსაჩინო მოქმედება ჩაატარა აიღო დიდი ლოდი დადგა და გააკეთა განაცხადი აქამდე მოგვიყვანა უფალმა ღმერთს მადლობა დღევანდელი დღისთვის რომ აქამდე მოგვიყვანა უფალმა ამინ იცით ყოველ წელს ალბათ მოსდევს თავისი კურთხევები, თავისი დანაკლისები. როცა ყოველი ახალი წელი იწყება, ადამიანებს რაღაც შეიძლება მოლოდინები ჰქონდეთ, ყოველთვის ერთმანეთს ალბათ ყველაფერს კარს უსურვებთ, ხომ ასე არის? ჯერ არ მსმენი ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს და არ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი, არ უსურვონ რაღაც კარგი, რაღაც კეთილი. ხოლო ვინც მტრები არიან ერთმანეთისთვის შეიძლება პირდაპირ არაფერი უთხრას, მაგრამ ზურს უკან ყველაფერი ცუდი უსურვოს, დაწყევლოს. შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ჩვენს არასასურველი ვართ და რაღაცა ჩვენზეც ისურვონ ცუდი. მაგრამ ჩვენ გვიჟერა რომ ჩვენი უფლის ხელი არის ჩვენზე. ოდესღაც მეფე ბალაკს უნდოდა დაეწყევლა ისრაელი. და ამისთვის ზურფასებო მან წინასწარმეტყველის კი მოძებნა ბალაამის სახით, რომლისთვისაც დიდი თანხა უნდა გადაეხადა, რომ დაეწყევლა ებრაელი ერი. ცოტა ფულის მოყარეც იყო ეს წინასწარმეტყველი, მაგრამ თან უფლის მოშიშიც იყო რაღაც დონემდე და მეფეს ეუბნება, რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვიო, მაგრამ მაინც გაჰყვა იმ იმედით, რომ უფალი რაღაცას იტყოდა ისრაელზე, ისეც რომ ფულსაც მიიღებდა. მაგრამ სამგზის უფალმა აკურთხა ისრაელი. დაანახა ამ წინასწარმეტყველსაც, რომ ეს ხალხი თუნდაც იმ მომენტში შეიძლება სრულიად სასურველი არ იყვნენ ღმერთისთვის თავიანთი ქცევით, მაგრამ ღმერთის სიტყვა და წინასწარმეტყველება ასეთი იყო, რომ მე ვერ ვპოვეო ბრალი იაკობში. და ის აკურთხებდა ღმერთი, განა ვერ პოულობდა ბრალს, ღმერთი ბრალს დღეს ჩვენშიც იპოვის. მაგრამ ის რაც ჩვენ გვიცავს, ეს არის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიადაღრული სისხლი. მისი სისხლით განწმენდილი ერი და მისი სისხლით განწმენდილი ეკლესია. და ჩვენი მტერი ძვირფასებო ბრალს ვერ იპოვის ჩვენში, იმიტომ რომ ჩვენი ბრალეულობები იესო ქრისტემ აიტანა ჯვარზე. და ყოველი სიტყვა, რომელიც იქნება წყევლის სახით გამოთქმული ღმერთის ერის საწინააღმდეგოდ, ღმერთი მას აუქმებს და ღმერთი თავის კურთხევას უგზავნის თავის ერს. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. მე ასე ვიტყვი ხოლმე პირადად ჩემთვის, რომ მე არავის კურთხევით არ დავიბადე და არავის წყევლით არ მოკვდები. დავიბადე უფლის კურთხევით და უფლის კურთხევით გავატარებ ჩემ ცხოვრებას. თუ არა სასურველი ადამიანები და ასეთები აი ამ 45 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მყოლია, ვისაც გაეხარდებოდა ჩემი დაცემა. ვისაც გაეხარდებოდა ჩემი ცუდად ყოფნა და ალბათ ისეთებიც მოიძებნებიან, რომ დღესაც რო დავამთავრო ჩემი მიწიერი ცხოვრება ამ ქვეყანაზე, შეიძლება გაუხარდეთ კიდეც. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ გეხებათ. არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ისიც რა არის, უფალი ამბობს, რომ ჩვენი მტრების თვალწინ ჩვენ აუყვავდებით, გავიფურჩქნებით. კიდევ უამრავ ნაყოფს მოვიტან ძვირფასებო. ამიტომ ჩემო ძვირფასას ბებო და დებო, ჩვენ არავისზე არ ვართ დამოკიდებული, ჩვენი საყრდენი ჩვენი უფალი არის. ჩვენი წინამძღოლი ჩვენი უფალი არის, ჩვენი მაკურთხებელი ჩვენი უფალი არის. ამიტომ მე მჯერა რომ რასაც არ უნდა განიზრახავდეს მტერი, ამ 2025 წელსაც ის რაც ღმერთსა განზრახული ჩვენზე, ის იქნება ჩვენზე ძვირფასებო. ის რაც უფალს უნდა ჩვენთვის, ის იქნება ჩვენზე. უბრალოდ ჩვენგან ერთი რაღაცა არის, რასაც უფალი მოითხოვს. მივენდოთ და გავყვეთ. ვენდოთ ჩვენ უფალს და მისი ნება ვასრულოთ. ჩვენზე სხვა არაფერი არ არის ზურფასებო დადებული და მოთხოვნილება. უბრალოდ მორჩილებით ჩვენ წინამძღოლს ჩვენ უფალს გავყვეთ. დანარჩენი ზურფასებო მის ხელში არის და დანარჩენზე პასუხისგებლობას თვითონ უფალი იღებს. ვინც თქვენ გეხებათ ამბობს უფალი, ის ჩემი თვალის გუგას ეხება. აბა შეეხე უფლის თვალს როგორი არის. და უფალი გვეუბნება რომ
ვინ ჩვენ გვეხება, ის მის თვალს ეხება. ცოცხალყმის დიდება და მადლობა. მე მჯერა ბიბლიის, მე ბიბლიური მორწმუნე ვარ. იცით, მორწმუნე შეიძლება ყველა იყოს და ბევრი იყოს, მაგრამ აი ვისაც ვერ წარმოგიდგენიათ, კიდევ მინდა ერთხელ დავამოწმო, რომ რა დიდი ნეტარება არის და ძლიერება არის, როცა შენ ბიბლიის მორწმუნე ხარ. როცა შენ გჯერა ღმერთის სიტყვის, როცა ღმერთის სიტყვა შენთვის არის პირველ ადგილზე და ავტორიტეტი, როცა შენ გჯერა მისი. და ამ დროს იცით რა ხდება? 1000 რამ რო ვილაპარაკო ჩვენს გარშემო, ჩვენ მაინც ღმერთის სიტყვისა უნდა გვჯეროდეს. და თუ ღმერთის სიტყვის გვჯერა და მიუყვებით მას ზურფასებაა, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ღმერთის ყოველი სიტყვის. ამიტომ თუ ჩემს ცხოვრებაში განსასწრებია, თუ მტრები მიტევენ, მე მჯერა ამ სიტყვის, რომ უფალმა თქვა, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემი თვალის გუგას ეხება. მჯერა ამ სიტყვის და ვიცი, რომ ღმერთის ხელში არის ყველაფერი და პასუხისგამცემი თვითონ ღმერთი არის. ასევე წერია, რომ ერთი თმა არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან, თუნზეციერი მამის ნებასურვილი არ ექნა. მე მჯერა ამისი, რომ მცირედიც ჩემს ცხოვრებაზე თუ რამე იქნა დაშვებული, ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს, იმიტომ რომ მის ხელში ვარ მე და რამდენი ასეთი ადგილი არის წმინდა წერილში. როცა ჩვენ ვსწავლობთ და ვკითხულობთ ბიბლიას, ჩვენ ამ სიტყვით ვართ ძლიერები მაშინ, ამენ. ჩვენ ამ სიტყვით ვართ მედგრები ჩვენს ცხოვრებაში და რაც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ ამ ყველაფერს გადაალოახავთ ჩვენი ღმერთის ძალითა და მადლით. ამენ. რა თქმა უნდა, ბიბლია არ გვპირდება ჩვენ იავარდებით მოფენილ გზას. არიან მოძღვრები, რომლებიც ასწავლიან ადამიანებს, რომ ირწმუნე იესო და ყველაფერი ცხოვრებაში კარგად გექნება, პრობლემები არ გექნება, კურთხევები გექნება, უამრავი ფული გექნება, ყველაფერი გექნება, ავათ აღარ გახდები. იცით, ადამიანებს სიამოვნებთ და რაღაც პერიოდში ძალიან უამრავ მიმდევარს გაიჩენენ ხოლმე უცბად. მაგრამ შემდეგ ხო დრო გადის. ცხოვრება ხომ ისი არ მიდის, როგორც შენ აცხადებ ხშირად არა? ცხოვრება ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. და ამ დროს, როდესაც ეს ადამიანი მიხედავენ, რომ სადღაცას ფინანსი მოაკლდა, სადღაც ავად გახდა, სადღაც დევნა შეხვდა, სადღაც წინააღმდეგობა შეხვდა, ეს ადამიანი ფიქრობს, ესე იგი, მე რაც მიქადაგეს და მასწავლეს, ეს ყველაფერი ტყუილი არის და ბრკოლდება. მაგრამ არიან მეორე კატეგორიის მასწავლებლები, რომლებიც ადამიანებს სრულ სახარებას ასწავლიან. ეკლესიები, რომლებიც სრულ სახარებას ქადაგებენ და ადამიანებს ასწავლიან, რომ იესო ქრისტეში ჯერ მონანიებას ასწავლიან, როგორ უნდა მოინანიონ, შემდეგ წმინდა ცხოვრებას ასწავლიან, რომ აი ამ ცხოვრებაში შეიძლება განსასწრებიც შეხვდეს და აი ამ განსასწრებს როგორ უნდა შეხვდეს შენ. რომ არის ამ ქვეყანაზე სულიერი ბრძოლა და ამ სულიერ ბრძოლაში როგორ უნდა გაიმარჯვა. ადამიანები ამას სწავლობენ და როცა მათ ცხოვრებაში განსასწრები მოდის, ისინი სადღაც ჰაერში კი არ დაფრინავენ და სრულ ილუზიები კი არ აქვთ, ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ღმერთის სიტყვას კითხულობენ და იმარჯვებენ აი ამ ცხოვრებისეულ გზაზე. ამინ. ეს არის სერიოზული ქრისტიანობა, ძრფასებაა. თუ არა და საიდანაც ქარი დაუბერავს ყველა მიმართულებას რომ გახვე, არასერიოზული ქრისტიანი იქნები. შენ იქნები ქარის მიერ ატაცებული ღრუბელი, რომელსაც მიმოიტაცებს ქარი, საითაც დაუბერავს. მაგრამ შენ უნდა იყო ძლიერი, იდგე იესო ქრისტეში, რომ რომელმა ქალმას არ უნდა დაუბეროს, იმ ქარმა შენ ვერაფერი ვერ უნდა გავნოს, იმიტომ რომ შენი საძირკველი იესო ქრისტე არის. ამინ. ცოცხალყმის დიდება და მადლობა და ვისურვებდი, რომ აი ამ ახალ წელს ღმერთმა აკურთხოს ისე ეკლესია, რომ მყარი საფუძველი შეიქმნას ისევ. უფრო გაძლიერდეს ჩვენი საფუძველი, უფრო გაძლიერდეს ჩვენი მოძღვრება და სწავლება, უფრო გაძლიერდეს სიწმინდე ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში, უფრო გაძლიერდეს პატიოსტება ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში, უფრო გაძლიერდეს ყოველ ჩვენთაგანში მისი რწმენა, მოშიშება მისდამი და გამდიდდეს უფლის სახელი. ჰალელუია. ეს არის ჩვენი საფიქრალი და გაძლიერდეს ეს ყველაფერი. დანარჩენი რაც ჩვენ გვჭირდება, ჩემოძვრფასებაა. მატერიალური, ამ ცხოვრებისეული, ნუ გეშინია, მშიერი არ დარჩები, ტიტველი არ დარჩები, ჭერის გარეშე არ დარჩები. უფალი ამბობს, ეძიე ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე და ეს ყველაფერი თანდათან შემოგემატება, ნუ გეშინია. ცოცხალყმის დიდება და მადლობა ამისთვის. ჰალელუია. როცა მოგვიკაკუნებს სიცოცხლის ბოლო წუთები ამ დროს, ვიღაც შეიძლება სასახლეში იყოს და სასახლის დატოვებამ მოუწიოს. ვიღაცა შეიძლება ჭერი არ ქონდეს და იქიდან წავიდეს უფალთან, ძრფასებაა. როგორც მდიდარე და ლაზარე იყვნენ.
იცით ეს ადგილი, ხო? რა წაიღო? ერთმა, რომელმაც ყველაფერი ნახა ამ ქვეყანაზე, ვერაფერი ვერ წაიღო და მეორემ, რომელმაც ამ ქვეყანაზე ვერაფერი ვერ ნახა, ყველაფერი შეიძინა იქ. ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ მოდი რაც თავარია, იმას მივყვეთ ჩვენ ცხოვრებაში და განდიდეს ღმერთის დიდებულის სახელი. ამინ. ჰალელუია. დღეს მინდა ძვირფასებულ ზიარების წინ გაგიზიაროთ უფლის სიტყვა და მინდა ვილაპარაკო დღეს იოანეს მე-15 თავიდან. რაც მიმაჩნია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენ ცხოვრებაში. როცა ვკითხულობ ჩვენ იოანეს სახარებას და მე-15 თავამდე სხვა თავებს ხედავთ რომ იესო ქრისტე წინა თავებში აკეთებდა რას? ის ანუგეშებდა მორწმუნეებს, ელაპარაკებოდა თავის წასვლაზე, ის ამხნევებდა თავის მოწაფეებს, აძლიერებდა და შემდეგ ხედავთ ჩვენ რომ მან გადაწყვიტა მე-15 თავში იესომ ჩათვალა საჭიროდ რომ ყურადღება გაემახვილებინა მთელ რიგ ჭეშმარიტებებზე, რომელიც მათთვის იყო მნიშვნელოვანი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ მათ დაჭირდებოდათ და ერთ-ერთი ასეთი იგავის სახით იესო ქრისტემ უთხრა მათ ასეთი სიტყვები და მოიყვანა მან ვაზის მაგალითი. ეს ცნობილი ადგილი არის თქვენთვის და მინდა დღეს აი ამ ადგილის ირგვლივ ერთად ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ და ჩვენი ღმერთის წინაშე, როდესაც წარვსგებით ლოცვით, ძვირფასებო, სათანადო სწორი ლოცვა ავავლინოთ ჩვენი უფლის წინაშე. იესომ თქვა, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამა ჩემი მე ვენახია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განიწმინდენით იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხავს ნაყოფს თავისი, თუ ვაზზე არ დარჩება, ასევე თქვენც თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინ ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინ ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი და გახმება, მოაგროვებენ მათ ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. ჰალელუია. დიდება ღმერთს ამ სიტყვებისთვის. ამინ. მოდი ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ ძვირფასებო, აი ამ მუხლებზე და უპირველეს ყოვლის ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენ. ხშირად არის მცდარი მიდგომა იესო ქრისტეს იგავებისადმი, რომ ყველა ნათქვამში, ყველა დეტალში რაღაც განმარტებას ეძებენ. და ხშირად ადამიანები ვარდებიან სტომილებაში და სხვადასხვა სწავლებებში. ჩვენ თუ სწორედ გვინდა გავიგოთ იესო ქრისტეს რომელიმე ნათქვამი, ამბავი ან იგავი, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ძვირფასებო უნდა ჩავსვდეთ მის მთავარ აზრს. რას გველაპარაკება უფალი? ჩვენ თუ გახსოვთ ვილაპარაკეთ ჩვენ 10 ქალწულზე. 10 ქალწულზეც მე გითხარით რომ უამრავი შეიძლება სხვადასხვა განმარტებები იყოს, სხვადასხვა კომენტატორების მხრიდან. შეიძლება ზოგიერთი მას ისრაელს მიაკუთვნებს, ზოგიერთი 1000-ლიან პერიოდში იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მაშინაც ვილაპარაკეთ მთავარ აზრზე, თუ იესოს რისი თქმა უნდა ამით მოწაფეებისთვის და თავისი მორწმუნეებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს იმ უნივერსალურ პრინციპებზე, როდესაც ვილაპარაკეთ, მთავარი ჩვენ რას ვთქვით, ეს არის სიფხიზლე და ეს არის მზადყოფნა. იმიტომ რომ როდის მოვა უფალი, არც ერთმა ჩვენთაგან არ ვიცით. და ჩვენ ამიგავის ირგვლივ არც ართ ქალწულზე გვილაპარაკია, რას ნიშნავს 10 ქალწული, 5 უგუნური ვინ არის და 5 ბრძენი ვინ არის. ბევრ დეტალებზე არ გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება, იმიტომ რომ სხვადასხვა დეტალებს ადამიანი მიხავს სხვადასხვა გაგებამდე. მაგრამ ჩვენ მაშინაც ვილაპარაკეთ უნივერსალურ პრინციპზე, რომელიც იმიგავში არის ჩადებული და ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სიფხიზლეზე, რომ ქრისტიანი ადამიანები დღეს უნდა სულიერ სიფხიზლეს იჩენდნენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ რა ჟამს მოვა ჩვენი უფალი, ჩვენ არ ვიცით. ასევე ჩვენ ვილაპარაკეთ მაშინ და გავამახვილეთ ყურადღება, რომ როგორც აი ამ 5 უგუნურმა ითხოვა, რომ ზეთი გვასესხეთო, ადამიანები ჩვენ სხვისი სულიერი კაპიტალის ხარჯზე ვერ ვიარსებებთ. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი პირადი მოზიარეობა უფალთან. ჩვენ ვილაპარაკეთ ასევე ტალანტებზე, რაზეც ყურადღება გავამახვილეთ ჩვენ. ხო არ გვილაპარაკია 5 ტალანტი რას ნიშნავს, 3 რას ნიშნავს და 1 რას ნიშნავს, ხო? ზოგიერთმა კომენტატორმა შეიძლება ამ ციფრებშიც რაღაცა ეძებოს, მაგრამ აქ მთავარი აზრი იყო ის, რომ უფალი რა ნიშნავს აძლევს ადამიანს, დიდია თუ პატარაა, ცოტა გაქვს თუ ბევრი გაქვს,
რასაც უფალი ჩვენგან ელოდება, ის რაც მოცემული გაქვს, ის უნდა გამოიყენო შენ საქმეში, რომ უქმად არ დაიხარჯოს შენი ნიჭი და შენი უნარი. ისეთ ამასაც უგეუბნებით, თუ გახსოვთ ახლა ის ქადაგებები და საერთოდ თუ იმახსოვრებთ, თუ იწერთ ან კიდევ ისმენთ, ნუ გაატარებთ ფუჭად, რომ ის ოდესღაც მოსმენელი ქადაგება იყო, ის ჩვენ ყოველდღე გვჭირდება და ყოველთვის ზურფასებო გვაქვს ამისი საშუალება, იწერება, ეს ქადაგებები იდება ჩვენი ეკლესიის გვერდზე. კიდევ ერთხელ შეგიძლიათ მოისმინოთ ხოლმე სხვადასხვა ქადაგებები, რომელსაც ძმები ქადაგებენ. თუ რაიმე საკითხი საინტერესო იყო შენთვის, კიდევ ერთხელ გადაახვიე, კიდევ ერთხელ მოусმინე. ეს შენ სარგებელს მოგიტანს. ამიტომ შემოძვრფასებო, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მაშინაც იმ თავარ საკითხებზე და აქაც მე მინდა ახლა უბრალოდ აი ამ თავარ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, თუ იესოს რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის და დედააზრი ამისი ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ზურფასებო, რომ ვიცოდეთ რას გველაპარაკება ჩვენი უფალი. აი ამ მონაკვეთში ვხედავთ ჩვენ ზურფასებო, როცა ამიგავზე ვლაპარაკობ ჩვენ, აი აქ წერია ასეთი სიტყვები, რომ მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. თუ ჩვენ ავიღებთ ახლა რას ნიშნავს ეს ვაზი ჭეშმარიტი, აქაც ვხედავთ ჩვენ, რომ შეიძლება სხვადასხვა აზრი შეგვხვდეს. ერთნი ამბობენ, როცა ლაპარაკობენ ვაზზე, თუ იესო ქრისტემ რატომ მოიყვანა ეს მაგალითი, ერთნი ამბობენ, რომ ამ დროს იესო ქრისტე ცნობილი იყო, რომ ვაზის გამოსახულება, ოქროს ვაზის გამოსახულება იყო ტაძრის მთავარ ჭიშკარზე, რომ იესომ აი ამ ვაზს შეხედა და აქედან გამომდინარე მან რაღაც თქვა. მეორენი თვლიან, რომ ვაზის ნაყოფი, რომელიც გამოიყენა ზიარების პერიოდში და რაღაც მსგავსებებს ეძებენ. მაგრამ შემოძვრფასებო, აქ ძალიან უბრალო ჭეშმარიტებაა. იესო ქრისტემ თქვა, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. თუ ბიბლიას გადავხედავთ ჩვენ თვალს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ფსალმუნში 79 ფსალმუნი, იერემიას მეორე თავში, ეზეკიელში, ოსია წინასწარმეტყველი, ეს წინასწარმეტყველები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ისრაელი იყო როგორც ვაზი ღვთის წინაშე. თუ იმეს უნდოდა ცოცხალ ღმერთთან ზიარება და ჭეშმარიტ მოძღვრებასთან ზიარება, ის უნდა გამختارიყო ებრაელი ერის შემადგენელი ნაწილი, მიეღო ეს რწმენა, ის კანონი, ის წესები. მაგრამ იცით რა არის შემოძვრფასებოა? უფრო მეტად სავარაუდოდ არის ის, რომ და ჩვენ ასე უნდა გავიგოთ ეს ადგილი, რომ ღმერთი ძველ აღთქმაშიც ელოდებოდა ისრაელისგან ნაყოფს, რომ მიეღო ნაყოფი. მაგრამ იერემიაში წერია, რომ ღმერთი ჩიოდა და ამბობდა, რომ მან გაწმინდა, მან დარგო, ის ნაყოფს ელოდებოდა, მაგრამ ეს ვაჟი გადაჯიშდა და ველური ნაყოფის მოტანა დაიწყო. რა ითვლებოდა ამ გადაჯიშებაში? იმის მაგივრად, რომ ისრაელი დარჩენილიყო ღმერთის ჩირაღდნად იმ წარმართერებში, ის კერთქვაყანისმცემლობდა. მას არასწორი ნაყოფები მოქონდა. და ჩვენ ხედავთ, რომ იესო ქრისტემ გააკეთა განაცხადი და თქვა, რომ მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და არა თქვენ. ღმერთმა თავის ვენახში ჩარგო ძეკაცისა ღმერთი თავის ძე მოვლენილი ქვეყანაზე და მან თქვა, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. აი ამ ადგილს, როდესაც ვკითხულობთ, პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, აი რამოდენიმე რაღაცას გეტყვით, რომელიც მთავარი არის და რომელიც უნდა დავიმახსოვროთ. პირველ რიგში, აი ამ მუხლების საკითხვის შემდეგ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტესა და მის მორწმუნეს შორის ურთიერთობა, რომელიც ძალიან მჭიდრო არის. რადგან იესო ქრისტე ვაზია, ხოლო მისი მორწმუნეები არიან აი აქ დასახელებული როგორც ლერწები. ჩემო ძვირფასაზღვეო და დებო, როგორც უკვე თქვით ჩვენ, იესო ქრისტეს სიტყვა თუ ადრე ისრაელი იყო ვაზი, იესო ქრისტე ამბობს, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. დღეს ვისაც უნდა, რომ ღმერთის წინაშე ნაყოფიერი იყოს, იესო ქრისტეზე უნდა იყოს დამკნობილი. იესო ქრისტესთან უნდა გქონდეს მას მჭიდრო კავშირი და ამის შესახებ ლაპარაკობს, რომ როგორც ვაზი და ლერწები, ანუ მისი ტოტები, არის მჭიდრო კავშირში და როგორ კავშირში არიან? არის მთავარი ღერო ვაზი და მასზე ლერწები არის. ამაზე მჭიდრო კავშირი ძვირფასებო არ შეიძლება არსებობდეს და იესო ფაქტიურად აი ამით როცა აი ამ სიტყვას ეუბნებოდა მოწაფეებს, ის ქრისტე ეუბნებოდა ფაქტიურად და მისი შინაარსი შეიძლება ასე გავიგოთ, რომ
ჩვენსა და თქვენ შორის იგივე ურთიერთობა არის, რაც ვასსა და ამ ლერწებს შორის არის ურთიერთობა. შემოძურფასებო, თუ გააჩნია რაიმე შეხედულება ვას მის ლერწებს ნაყოფიერება, ეს ყველაფერი იმის წყალობით არის, რომ ის იმ ფესვზე, იმ ღეროზე, იმ თავარ ვაზზე არის დამაგრებული. მისგან იღებს საკვებს, მისგან იღებს საზრდოს. ამიტომ არის ის ნაყოფიერი. ღეროს გარეშე ზურფასებო, არც ერთ მის ლერწს და ტოტს თუ შევხედავთ ვას არ აქვს სიცოცხლე. თუ მას მოჭრი იმ ღეროდან ის აღარაფრისთვის აღარ გამოდგება. ამიტომ შემოძურფასებო, ჩვენ ვიცით ახლა საქართველოში მაცხოვრებელი ვართ და ვაზის ქვეყნად ითვლება ჩვენი ქვეყანა და ნებისმიერ კახელ ადამიანს ვისაც ვასთან აქვს საქმე, როცა იკითხავს ამიგავს, ის უფრო მალე მიხვდება ვიდრე შეიძლება თბილისში გაზრდილი ადამიანები. იმიტომ რომ მან შვენივრად იცის, როცა მე ვენახე მიდის ამ დროს და გასხვლის პერიოდი როცა არის, მე არ ვცნობ მას, მაგრამ ისინი ცნობენ, აი ეს უნაყოფო არის, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს. აი ამ უნაყოფო ლერწს რა შრება ადამიანი, ის აშორებს. აშორებს იმიტომ, რომ აი ამ უნაყოფო ლერწმა შეიძლება დააბრკოლოს ის ნაყოფიერი ლერწი. აჭრის მას. ხოლო ის ლერწი, რომელიც ნაყოფიერია, მასე ჭირდება განწმენდა, რომ ნაყოფი მოიტანოს, უფრო მეტი და კარგი ნაყოფი მოიტანოს. აი ამ ნაყოფიერ ლერწს შემდეგ ჭრის, ასუფთავებს, ზედმეტი წანაზარდები, რაღაცები აქვს მას, ასუფთავებს, რომ ამ ნაყოფიერმა ლერწმა უფრო მეტი ნაყოფი მოიტანოს. ამიტომ ჩვენ უნდა ერთი რამე ვიცოდეთ, რომ პირველ რიგში ეს მჭიდრო ურთიერთობა ვასსა და ლერწს შორის განასახიერებს მორწმუნის მჭიდრო ურთიერთობას უფალთან. თუ ჩვენ ეს მჭიდრო ურთიერთობა უფალთან არ გვექნა, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ რაც ვართ, რასაც ვფიქრობთ, რასაც უგრძნობთ, რაც საუკეთესო არის მორწმუნე ადამიანში, ეს ყველაფერი იმის შედეგად არის, რომ იესოსთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და მჭიდრო ურთიერთობა. ყველაფერი კარგი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მოდის უფალთან ურთიერთობით. მასთან სიახლოვით ზურფასებო. ჩვენ უფალთან რწმენით გაერთიანებულები, არ უნდა დაგვაგვისდეს ჩვენ აი ამ დროს სულიწმიდის როლი, სულიწმიდის დახმარებით, მასთან ჩვენ იდუმალ კავშირში ვართ გაერთიანებულები. ეს კავშირი შეიძლება თვალის შესახედი არ არის. მაგრამ როდესაც მივიღეთ იესო ქრისტე, სულიწმიდის მოქმედება ჩვენში, მისი დახმარება, ეს რაღაც იდუმალი კავშირი არის ჩვენსა და უფალს შორის, რომელსაც თვალით ვერ დაინახავ, მაგრამ რომელიც ვლინდება მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ნაყოფებით. თვალხილული შინაგანი ურთიერთობა კი არ არის, თვალხილული იმ შინაგანი ურთიერთობი და რაც გარეთ გამოდის ადამიანის ცხოვრებაში, ის არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზურფასებო, რომ პირველი აი ამ იგავიდა, რომ იესო ქრისტე ეს არის ღერო, ეს არის ფესვი, ხოლო ყოველი ჩვენთაგანი ვართ ლერწები. მეორე ზურფასებო, რაც უნდა დავინახოთ აი ამ იგავში, ეს არის, რომ ღმერთი ელოდება ნაყოფებს. მისი მოლოდინი აი ამ იგავის მიხედვით არ არის მარტო ის შემოძურფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ დავდივართ მსახურებებზე. მისი მოლოდინი არ არის ის, რომ ჩვენ ეკლესიაში მოვდიოდეთ მარტო. ამ უხლებიდან ჩვენ ვგებულობთ ერთ რამეს, რომ ქრისტიანებთან ერთად, ნამდვილ ქრისტიანებთან ერთად, ასევე არიან სრულ ქრისტიანებიც. იმიტომ რომ ამ ღეროზე ორნაირი ლერწი იყო, ნაყოფიერი და უნაყოფო. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს შეშმარიტება ამაზე გველაპარაკება, რომ ეკლესიაში ფაქტიურად არიან კაცები და ქალები, რომლებიც ერთი შეხედვით, როგორც ჩანს, ქრისტეს წევრები არიან. მონათხრულებით შეიძლება არიან. ეკლესიაში როგორც იმათი ქალწულის იგავის დროს ვამბობდი, შეიძლება გვერდად სხედან. მაგრამ იმიტომ რომ ყველა ეკლესიაში არის გარკვეული რაოდენობა, ვინც აღიარებს ქრისტიანობას. მაგრამ რომელთა ერთობა მხოლოდ გარეგნული და ზედაპირულია. ეს ჩვენ შეიძლება ყველა ეკლესიაში შევხვდეს. იმიტომ რომ ეს იგავი ამას ლაპარაკობს.
რომ ერთ ვაზზე, ერთ ღეროზე ორნაირი ლერწი არის. დღეს შეიძლება ძვირფასებო იყვნენ ადამიანები, რომლებიც წრფელი გულებით ხედან ეკლესიაში, ნაყოფიერები არიან, მაგრამ შეიძლება არიან ადამიანები ეკლესიაში, რომელი ადამიანებიც უბრალოდ გარეგნულად ატარებენ ღვთისმოსავების სახეს. უფრო მეტიც ვთქვათ, შეიძლება ისინი ისლენ კიდეც ჩვენს გვერდით, შეიძლება რწმენაზეც ლაპარაკობდნენ, შეიძლება ძალიან დიდ იდეალებზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ნაყოფი მაცხოვრებაში. შეიძლება მოვისმინოთ ადამიანები, რა ცუდი არის, როცა ხშირად ეკლესიაში ხედავ ასეთ სურათს, რომ ოღონდ სადმე რაღაცა მოისმინონ და ქრისტეზე ლაპარაკობს. იცით რაზეც ლაპარაკობ ახლა? აღფრთოვანებულები არიან. ადამიანს არ იცნობთ, არც მისი ცხოვრება იცით. არც მისი აზროვნება არ იცით ბოლომდე. არც იცნობთ, მაგრამ ქრისტეზე ლაპარაკობს. ჩემო ძვირფასო, მეგობრებო, ძმებო, დებო, ეშმაკი არ მოვა და ჯოჯოხეთზე არ დაგიწყებთ ლაპარაკს. ეშმაკი არ მოვა და მაშინვე არ დაგიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ეს უნდა გააკეთო, იმიტომ რომ იცნობ მას. მაგრამ ეშმაკი მოდის შეფარული სახით. შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც ქრისტესზეც ლაპარაკობდნენ, სრულმოძღვრები ვინ არიან? სრულმოძღვრები ზუსტად ეკლესიის წიაღიდან აღმდგარი ადამიანები არიან, რომლებიც სახარებაზეც ილაპარაკებენ, რაღაც ჭეშმარიტებაზეც ილაპარაკებენ. შეიძლება სასწაულიც მოახდინონ, როგორც ბოლო დროს ანტიქრისტეს სულით ამოძრავებული მოახდენ სასწაულებს, მაგრამ ჩვენთვის ძვირფასებო კრიტერიუმი სიმართლისა არ არის მარტო ქრისტეზე ლაპარაკი. არ არის მარტო შემოძვირფასებო სასწაულის დანახვა, არ არის კიდევ ბევრი რამ. ჭეშმარიტების კრიტერიუმია ადამიანის ნაყოფიერება პირად ცხოვრებაში. რა ნაყოფები ვლინდება შენგან? იმიტომ რომ კარგი ხე ცუდ ნაყოფს არ მოისხავს. ნაყოფით უნდა გამოიცნოთ ადამიანები. ამიტომ შემოძვირფასოს მოვადადებო, აი აქ როგორც ეს იგავი გვასწავლეს, უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ მე ვენახეს ნაყოფების მიღება სურს. ეს არის ლაპარაკი ძვირფასებო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ აი ამ ნაყოფებზე თუ გადათვლით, აი ამ რამდენი მუხლი წავიკითხეთ ახლა ჩვენ, აი ამ მუხლებში პირველი მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით, სხვადასხვა მუხლებში მეორე, მე-4, მე-5, მე-8, მე-16 მუხლებში 8 ჯერ არის ნახსენები ნაყოფი. ჩვენი უფალი ნაყოფს ელოდება. ძველ აღთქმაში ღმერთი ისრაელისგან ნაყოფს ელოდებოდა, მაგრამ ის ვაზი, რომელიც ღმერთმა დარგვა, რომელსაც ღმერთი უვლიდა, ფაქტიურად გაველურდა, გადაჯიშდა და მან არასწორი ნაყოფები მოიტანა. ამიტომ შემოძვირფასებო, აი ამ საკითხში ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ, რომელი კატეგორიის მორწმუნეები ვართ ჩვენ, რომელიც ამიგავში არის აღწერილი, რომელი კატეგორიის ლერწები ვართ ჩვენ, ნაყოფიერი ლერწები თუ უნაყოფო ლერწები. მესამე რაც უნდა ვიცოდეთ აქედან შემოძვირფასებო და რაზეც უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ერთადერთი მტკიცებულება იმისა, ვაგრძელებ წეღარაზეც ვლაპარაკობდით, რომ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, არის სულის ნაყოფი. მოწაფე, რომელიც ქრისტეში რჩება, ქრისტემ მხოლოდ ვინ ჩემში რჩება, ნაყოფს გამოიღებს იმ ვაზის ტოტივით, რომელიც ვაზზე რჩება. ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ეს არ არის მარტო ქრისტეზე ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მარტო ეკლესიაში სიარული. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობა, თუ გვინდა რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანის კრიტერიუმები, ეს არის ნაყოფი, რომელი ნაყოფიც მოაქვს ადამიანს. შეიძლება თქვას ადამიანმა, რომელი ნაყოფები უნდა გამოვიღო მე. თავის დროზე როცა მუხზე ვლაპარაკობთ, ხოლმე მახსოვს, ეკლესია მომართული იყო მაშინ მახარებლობაზე. და ძალიან ისეთი ფიგურირებდა ხოლმე ეს აზრი, რომ ნაყოფი მაინც და მაინც ის იყო ვიღაცას რო ეკლესიაში მოიყვანდი. რა თქმა უნდა, ეს ნაყოფი არის.
მაგრამ ისეთ ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული და ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ სულიერ ნაყოფებს არ ავლენდა თავის ცხოვრებაში, ვინმეს რომ მოიყვანდა ეკლესიაში, აი ჩემი ნაყოფი. ერთი ესეთი პიროვნებაც იყო. პირველად რომ მიხადა მე, მამაჩემის შემდეგ რა თქმა უნდა, წიგნის მაჩუკა მე მოვიყვანეო. მაგრამ ეკლესიის წყემსი რო გავხდი, მომიწია მისმა გარიცხვა ეკლესიიდან. ნაყოფი. თავის დროზე მორწმუნეები ნაყოფს ამათვლიდნენ, რომ ვიღაცას რომ მოიყვანდა ეკლესიაში, ნაყოფი იყო. დიახ, ეს ჩვენი მახარებლობის ნაყოფი არის. თავისთავად ცხადი ამაზე არ ვიდავებ ჩვენ, მაგრამ რა ნაყოფს ელოდება უფალი იესო პირველ რიგში ყოველი მორწმუნისგან. ეს ძალიან მარტივია. რა უნდა და ღმერთს რომ ეხილა ისრაელში. თუ წავიკითხავთ ესაიას მეხუთე თავს და პირველ 7 მუხლს მე აღარ წავიკითხავ ამას. იქ უფალი ლაპარაკობდა თუ რისი ხილ უნდა ისრაელში. ეს იყო პირველ რიგში მისი საყვარელი შვილების მორჩილება. ღმერთს უნდა და ისრაელის მორჩილება. ასევე უფალმა ახსენა იქ არის სამართალი და სიმართლე რომ ყოფილიყო ისრაელში. აი ეს ნაყოფი უნდა და ღმერთს ეხილა ისრაელის შვილები, როგორც მისი საყვარელი შვილები, მისი მორჩილები, მისი სიტყვის მორჩილები და ამავე დროს სამართალი და სიმართლე, რომელიც ისრაელში დარღვეული იყო. ახალი აღთქმის პერიოდში დღეს ალბათ ხვდებით, რომ ეს მოთხოვნილება კი არ მცირდება, უფრო მეტად იზრდება. მაგრამ ახალი აღთქმის პერიოდში ვიტყოდი მე, თუ შენ გინდა რომ ნაყოფიერი ქრისტიანი იყო, პირველი რასაც მორწმუნე ადამიანი აკეთებს, როცა ეკლესიაში მოდის, ეს არის წრფელი მონანიება, იესო ქრისტეს რწმენა და სიწმინდეში ცხოვრება. ამინ. მე უბრალოდ ერთი აი ამას ახლა თქვენში საფიქრებლად ვტოვებ, იმიტომ რომ ადრეც მითქვია, შეიძლება ეკლესიებში მომრავლდა დღეს მაღალი და ნუშობელი ხალხი. როგორ ხდება ეს? ადამიანები მოდიან ეკლესიაში და კიდევ მინდა მოვიშველიო, როცა მე მოვედი ეკლესიაში, არაფერი მისაზიდი არ იყო ეკლესიაში, რომ ახალგაზრდა ადამიანი 21 წლის, როდესაც მოვედი ეკლესიაში, რაღაცა ისეთი სანახაობრივი, რაც მიმიზიდავდა. დღეს, როდესაც შევდივართ ეკლესიებში, თვალში საცემი არის ბევრი კარგი რამ. არის ინსტრუმენტები, თანამედროვე რაღაც სიტუაცია ეკლესიაში, ახალგაზრდები, კარგი სიმღერა, კარგი გალობა, ასეც უნდა იყოს. ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოს ეკლესიაში. რაც უფრო მეტად კარგი გვექნება ყველაფერი, იმდენად მეტად განდიდდება უფალი, რა თქმა უნდა. ყველაფერი, გინდაც კარგი აპარატურა, კარგი მგალობლები, კარგი ინსტრუმენტები, რატომაც არა, ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის უფალს. მაგრამ მე ახლა ვაკეთებ შედარებას, სულიწმინდის ძალა და მადლი ამან არ უნდა შეცვალოს. მე როდესაც მოვედი ეკლესიაში 21 წლის ადამიანი, ეკლესიაში არ იყო არც აპარატურა, არც დარბაზი, არც რბილი სკამები. სურათიც ამაქვს შემორჩენილი. იყო დაბალჭერიანი სარდაფი, სადაც იდგა ხის სკამები, არ იყო მუსიკა, არ იყო მგალობლები. მგალობდით, უყალა ვგალობდით ერთად, მაგრამ ეხლა ისეთი პროფესიონალური არ იყო, როგორც დღეს არის. არც სწავლა განათლება იყო ბიბლიური იმდენი, მაგრამ ხალხი იყო მლოცველი. როცა მთელი ეკლესია ერთად დაიწყებდა სიმღერას, ვიღაც დაიწყებდა, მთელი დარბაზი აყვებოდა. და სულიწმინდის მადლი მოქმედებდა. დამერწმუნე ძვირფასებო, იქ არაფერი ისეთი არ იყო, რომ ახალგაზრდა ადამიანი მივიდა და მისი გული მიიზიდა. პირიქით ყველაფერი ისე იყო, რომ შეიძლება უფრო გაქცეულიყავი იქიდან. მახსოვს, როცა მივედი პირველად ეკლესიაში, როგორც კი მამაჩემმა დაინახა, რომ ერთხელ ეკლესიაში მოხვდი, მაშინვე ჩაომიწერა მთელი კანონები, ზეპირსიტყვიერად.
ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება და ეს ყველაფერი რომ მოვისმინე გათხარებეთ კი ბარებს საფლავით და ცოცხლად ჩამაწვირე შიგ და დამმარხე. მაინც კუდარი ვარ ახალგაზრდა კაცი, თუ ეს არ გავაკეთე, ის არ გავაკეთე. და იცი ეკლესიის დატოვება გადავწყვიტე. უნდა გავქცეულიყავი ეკლესიიდან. მაგრამ ერთი რამ რაც მაჩერებდა, იცით რა იყო? ისე უხაროდათ. იმ ხანში შესულ დებს ახალგაზრდები ხო ეკლესიაში თითით საძევრები ვიყავით, არა? სათლის საძევრები, თითზე ჩამოსათვლელები. როცა მივედი ეკლესიაში, ისეთი გახარებულები იყვნენ, მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ, ყოველ კრებაზე როცა მივიდოდი ხოლმე, ო შვილო, რა ბედნიერი ხარ, და ჩვენი შვილებიც აქ იყვნენ. აი ეს სურვილი ჰქონდათ და ჩემთვის ვიფიქრე, ეხლა ეკლესია რო დავტოვო, ამას მეთქი ეწყინებათ, ეხლა გული დაწყდებათ და მოდი კვირა გამოშვებით მივალ მეთქი და რო გადავავიწყდები, მერე საერთოდ აღარ მივალ. და მახსოვს, აი ამ საუბრის შემდეგ, როცა მამაჩემს ველაპარაკე და მივედი ეკლესიაში, ერთი დამოვიდა, შვილო, რა ბედნიერი ხარ. შევხედე, გაუღიმე, მაგრამ ბედნიერი კი არა, ყველაზე უბედური კაცი მეგონა თავის ცხოვრებაში. თქი ეს სად მოხდი? ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ბიბლია უნდა ვიკითხო, მუხლებზე ვიდგე, მაგრამ რა ვიცოდი, ვესაცოდაობა, რომ მარტო ეს კი არ უნდა გაეკეთებინო, უნდა ემსახურო კიდეც ამ ხალხს. და როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, თან ვიტანჯები, ვიცი რომ ეს ეშმაკისგან მოწოდებული არის. ეშმაკს უნდა შევეწინააღმდეგოთ აზრებში. ის ბევრ რაღაცას გვთავაზობს, მაგრამ მას ძალაუფლება არ აქვს. მას ის ძალაუფლება რო ქონოდა, რომ იქიდან აი ესევე ავიღე და მოვესროლე ეკლესიიდან, იმას გააკეთებდა, მაგრამ ეშმაკს ეს ძალაუფლება არ აქვს. თუ შენ არ მისცემ უფლებას ეშმაკს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს შენ ცხოვრებაში. დაბით? იმიტომ რომ იესო არის ჩვენი მფარველი. იცით რა განსხვავებაა ეშმაკსა და იესოს შორის? იესო ქრისტე თავისუფალ ნებას გვაძლევს. და თუ ნებას დართავს შემოაშენ ცხოვრებაში. ეშმაკი მას არ აქვს უფლება, მაგრამ ცდილობს შემოიჭრას შენ ცხოვრებაში. მაგრამ თუ შენ არ შემოუშვებ და ადგილს არ მისცემ, ვერაფერს ვერ გიზამს ის. ვერ შეგეხება, იმიტომ რომ შენ იესო გყავს. თუ შენ თვითონ არ მისცემ უფლებას დაიმახსოვრე. მაგრამ თუ შენ უფლებას მისცემ, ის ეცდება მარტო თვითონ კი არა, ერთი, კიდევ 7 თავის უარეში შემოიყვანოს. ამიტომ მოდი, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, იესოს მივცეთ ყოველთვის ადგილი ჩვენს გულებში. ამინ. ამის შემდეგ შემოძრფასებო. როცა შევეწინააღმდეგე გულში და არ მინდოდა რომ ეშმაკს გაემარჯვა ჩემს ცხოვრებაში, იცით რა მოხდა? ერთ დღესაც გადავშალე ბიბლია და დავიწყე კითხვა. და ის ადგილი შეეხო ჩემს გულს, ესაიას 53 თავში, როცა იესოს ჯვარცმაზე იყო ლაპარაკი და ამ დროს რაღაცა ძალა შემოვიდა ჩემში, დავეცი მუხლებზე და გეტყვი ძვირფასებო. მე არ გამოსულ ვარ ეკლესიაში, რომ ვიღაცას მოწოდება გაეკეთებინა. დღეს ხალხს ჩვენ გვინდა რომ გაუადვილოთ ეს. მოდით, ვისაც გინდა თქვენთვის ვილოცებთ. ჩვენ ესეთი წესი არ აქვს ეკლესიაში. სადაც ვიჟეკით იქვინანიებდით. მაგრამ გეტყვი ძვირფასებო, აი ის ოთახი, სადაც მე ვიყავი, როცა დავეცი მუხლებზე, ზეცა როგორც ვიგალობეთ ჩვენ, ჩამოვიდა იმ ადგილზე. თანდასწრება მოვიდა, ცრებლით ვტიროდი და ვინანიებდი ჩემ განვლილ ცხოვრებას. ვთხოვდი უფალს პატიებას და ვეუბნებოდი ღმერთო, მაპატია ყველა ეს ბინძურე, მაპატია ყველა ჩემი ცოდვა, ყველა ჩემი დანაშაული. გთხოვ იესო, შემოდი ჩემ ცხოვრებაში, მიხსენი უფალო, არ მინდა რომ შენ დაგტოვა. ესეთი იყო ჩემი ლოცვა. და უფლის სული შეეხო ჩემს გულს. გამოვიტირე რო იტყვიან ჩემი განვლილი ცხოვრება და რო ავდექი ლოცვიდან, აი ვიგრძენი, შიგნით ხვდებოდი რომ უკვე სხვა ადამიანი ვარ. განაცდუნება არ ყოფილა? განაწინააღმდეგობა არ ყოფილა? განა ეშმაკს არ უნდოდა რომ კიდე შევეცდინე? განა შეცდომა არ მომსვლია? მაგრამ სხვა ადამიანი ვიყავი შიგნით. ახალი ადამიანი, რომელიც თუნდაც რაღაცა გარეგნულად არასწორი გამეკეთებინა, იმასაც არ ეთანხმებოდა, ეწინააღმდეგებოდა. იმიტომ რომ ახალი ადამიანი გავხდი იესო ქრისტეში, უფალი შეეხო ჩემს გულს. ჰალელუია. ის კი არა, მამაჩემის სიას მე თვითონ მივამატე რაღაცეები. ისეთი ის ვიყავი, აი კონსერვატიული, რომ
ჩიტი ვერ გაიჭაჭანებდა ჩემს გარშემო, ცოტა ისე რა. ხო, ახალგაზრდები გამირბოდნენ ხოლმე, ახალგაზრდული მსახურება დავიწყეთ მაშინ და ოლეგი მარ დაგვინახოს, ოლეგი მარ გაიგოს. ჩემო ზურფასაც ვოდადებო. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება სწორი არ იყო, მაგრამ მე გეუბნებით გულის მდგომარეობას. არაფერი არ იყო ეკლესიაში ისეთი, რასაც შეეძლო მივეზიდე, ყველაფერი ისე იყო, ახალგაზრდა ადამიანი და გაქცეული იყო იქიდან, მაგრამ ღმერთის დიდებული სული იყო, რომელიც იჭერდა ადამიანებს და დღითი დღე ვბრალდებოდით იქ, ძმაგიამაც იქ მოინანია, დღითი დღე ვბრალდებოდით იქ და ბოლოს იმ სარდაფიდან ამასინათ ველაპარაკებოდი იმ სარდაფში ვინც ცხოვრობს იბეთი შვილიშვილი ის აი აქ მეთქი 300 კაცი ვიკრებოდით ბოლოს 300 კაცი როგორ ეტეოდითო არ ვიცი ვეტეოდით კრებიდან როცა გამოვდიოდით პერანგები სველი გქონდა უფლისაგან მაგრამ უფლისთან დასწრება მოქმედებდა იქ ჰალელუია იცით ამას რატო გელაპარაკებით ზურფასებო რასაც ღმერთი დღეს ჩვენგან ელოდება და თუ ვინმე აი ამ დარბაზში ზის ისეთი ადამიანი ან მისმენს ისეთი ადამიანი რომელმაც არ განიცადა უფალთან სიახლოვე რომელიც მოვიდა ეკლესიაში მოეწონა მუსიკა მოეწონა სიტუაცია მოეწონა ახალგაზრდები მოეწონა საერთოდ საზოგადოება ის რო ღმერთის სამს ამანაცხელი შევუწყო შემდეგ გამოაცხადეს ეკლესიაში ნათლობა მოინათლა და გახდა ეკლესიის წევრი მაგრამ დარჩა ზეციდან უშობელი. ხვდებით? რა საშიშროება გვაქვს დღეს? თუ ასეთი ადამიანია ვინმე, შენ მიეჩვე უბრალოდ ეკლესიას და არ განგისტია სიახლოვე უფალთან, არ არის დაგვიანებული. თუ ღრმა მონანიება შენ ძველ ცხოვრებაში არ გაიკეთებია. თუ დღეს ხედავ რომ იმ ძველი ცხოვრები და მოყოლებული შენ კიდევ ხელს გიშლის. შენ არ განთავისუფლებულ ხარ ჯერ კიდევ, იმიტომ რომ არ მოგინანიებია. ღმერთი ელოდება ამ ნაყოფს შენგან. მოინანიე. წრფელი გულით მოინანიე ღმერთის წინაშე. მონანიება ეს მარტო ბოდიშის მოხდა არ არის. მონანიება ეს არის აღიარება, შენი ბაგეებით, შენი ცოდვების ღვთის წინაშე. შემდეგ პატიების თხოვნა და არჩევანი. გადაწყვეტილება მიიღე. მე ამ ცოდვას აღარ დაუბრუნდები. მე უფალს ვეუბნებოდი, დიახ უფალო, მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვიგითხო ბიბლია. მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვილოცო, მთელი ჩემი ცხოვრება ამ ხალხთან უნდა გავატარო. ეს იყო საპირისპირო ის, რასაც ვფიქრობდი, მივიღე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში, ამ არჩევანში დამეხმარა უფალი. მისი დიდებული სული დამეხმარა, რომელიც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ისი დუმალი მოქმედება და კავშირი, რომელიც ხდებოდა შინაგან ადამიანში, ამან მომიყვანა დღევანდელ დღემდე. და მე მჯერა, რომ ამ დღის შემდეგაც რამდენი წელიც აქვს უფალს განკუთვნილი ჩემთვის ამ ქვეყანაზე, იქამდე ის დიდებული სული არ დატოვებს ჩემს არსებას და მისი დახმარებით, მისი ძალით ვემსახურები უფალს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, იმიტომ რომ ის დიდებული ღმერთი არის. ჰალელუია. ამიტომ როცა ვლაპარაკობ ჩვენ ნაყოფზე, ზურფასებო, რას ნიშნავს ნაყოფი, მოდი გამოცხადება მივიღო, დიდღანს ლოდინი არ გჭირდება, ნაყოფი ეს არის პირველ რიგში წრფელი მონანიება. ვინც არ განიცადა ეს, ვინც უბრალოდ აი ამ ყველაფრის გვერდის ავლით გახდა ეკლესიის წევრი, მინდა გითხრათ, განიცადე ეს. ღრმა მონანიება გააკეთე შენ ცხოვრებაზე და შენ დაინახავ, რისგანაც ვერ თავისუფლდებოდი, უფალი გაგანთავისუფლებს, შანსი არ არის. უბრალოდ შემოზურფასებოა. ამისი შანსი არ არის, მე ვფიქრობ და მე ასე მჯერა, თუ ადამიანი წრფელად ინანიებს, რომ შენ ისევ ცოდვის მონობაში დარჩე, იმიტომ რომ იესო ქრისტე განთავისუფლებს. ასე ამბობს წერილი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაღლიდან შობილი ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ შენ გულის თქვა არ გექნება, შენ ეშმაკი არ შემოგიტევს. უფრო მეტიც შეიძლება კიდევაც რაღაცაში შეცდეს ადამიანი, მაგრამ მაღლიდან შობილი ადამიანის ნიშანია, შენ შიგნით, შენ შინაგან ადამიანს არ სიამოვნებს ეს სიბინძურე. გაურბის ამ ყველაფერს და თუ კი ჩავარდა კიდეც ისევ ღრმა მონანიებით მოდის უფლის წინაშე, ცრემლით და რაც შეიძლება ჩქარა, განთავისუფლდეს.
მიადრეს მომიყოლია ზრფასებო და მინდა კიდევ მოვიშველიო ეს მაგალითი. მე მაგალითად შობილ ადამიანს ვადარებ იცით რას? ცხვარს რომელიც ტალახში ვარდება და ცხვრის ბუნება არის ის ტალახს ვერ ეგუება. ის ცდილობს რომ ამოვიდეს იმ ტალახიდან. მაგრამ თუ ღორი ჩავარდა ტალახში, ამოსვლა კი არა პირიქით სიამოვნებით გაგორდება იმ ტალახში. და ეს მაგალითიც მოიყვანა შემდეგ წმინდა წერილში მოციქულმა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოდვას უბრუნდებიან, ისითვის გვანან ღორი, რომელიც დააბანეს, გაასუფთავეს და წავიდა ისევ ტალახში ჩაწვა. ძაღლმა, რომელმაც ამოარწყია თავის ნარწყევი ალოკა შემდეგ. ნახეთ რა შედარებაა. მორწმუნე ადამიანი, ის რაც ერთხელ ამოარწყია, რაც უწმინდური იყო, მას აღარ ალოკავს. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს დიდებულ ღმერთს, ჩემო ზრფასებო. ღმერთი აი ამ სიმართლის ნაყოფებს ელოდება ჩვენგან. იმას კი არ გთხოვს, რომ ზეცი და ვარსკვლავები ჩამოვიტანოთ. ჩვენი ცხოვრება დღეს უნდა შეესაბამებოდეს ახალი ადამიანის ცხოვრებას იესო ქრისტეში. სამართლიანობა, სიწმინდე, სიმართლე. არ გაეკარო იმას, რაც არასწორია. ყოველი არასწორი რაღაც ცოდვა არის, მაგრამ ადამიანები ხო დღეს ცოდვას არ არიდებიან, ბევრია ისეთი. პირიქით, სადაც ცოდვა იყოფენ თავს. პირიქით, სადაც უმართლობა იყოფენ თავს. მერე რა სიტყვა იცით რა გახდა? რაღაცა შეცდომას დავუთ, მერე რა მოხდა ისეთი? ეს ხო ისეთი არაფერია, წვრილმანი არის. უფლის ერთგული ადამიანები ასე არ იქცევიან. ისეთ გარემოში გავიზარდეთ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლიდნენ, ის კი არა. იყო ხოლმე მაგალითად დადიოდნენ კარ და მახსოვს რომ ყიდნენ ხოლმე რაღაცეებს და ვიცოდით რომ მაგალითად მამაკაცის წინ და თუ ღირდა მაღაზიაში 3 მანეთი, მაშინ მანეთები იყო, ვიღაც მოდის და მანეთად გთავაზობს. და ჩვენ უკვე ყველა ვიცოდით რომ ის მოპარული იყო. რომ ის არ იყო. და ისეთ იმდენად მორწმუნე იყო ხოლმე, როცა შემდეგ ეკლესიაში მოდიოდა ეს საკითხი, იყვნენ მორწმუნეები, რომლებიც ამბობდნენ, მე ხო არ ვიპარავ. მე ფულს ვიხდი იმაში. მაგრამ იყვნენ უფრო მეტად სამართლიანი მორწმუნეები, რომლებიც ამბობდნენ, შენ ხო იცი რომ ის მოპარული არის. შენ ხო ამით ხელს უწყობ. როცა იმ მოპარულს ყიდულობ, მე რომ იაფი არის. და იცით, ხანდახან აზრებიც გაყოფილი იყო, მაგრამ ღმერთს დიდება და მადლობა იმ ჯანსაღი აზრისათვის. და ეკლესია თან ხვდებოდა, რომ ჩვენ ხო წვრილმანია, მონაწილე არა ვართ ამაში. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ მე და აკეთებდნენ ამას, მე ხო ეკლესიის მსახური ვარ და ვიცი, მოდიოდნენ შემდეგ და აღიარებდნენ და ამბობდნენ ძმაო, ჩვენ სინდისმა გავგვასამართლა, სულიწმინდამ გვამხილა, რომ ეს არასწორი გავაკეთეთ ჩვენ. და რამდენი ასეთი არის ცხოვრებაში სამართლიანობა და სიმართლე. ამას სწავლება არ ჭირდება. ღმერთმა სინდისი მოგცა და პლუს სულიწმინდით გაძლიერებულია ჩვენი სინდისი, მგრძნობიარეა ღმერთი გვასწავლეს ჩვენ. თორე რა განსხვავებაა? ქრისტე იმისთვის კი არ მოვიდა ქვეყანაზე, ჩემო ზურფასას ბაბა და დებო, რომ ცოდვისგან ცოდვები გვაპატიოს მარტო. ხანდახან მორწმუნეები ხო ამაზე ვჩერდებით. ქრისტე ცოდვების პატიებელია. ქრისტე არა მარტო პატიებელია ცოდვებისა, ცოდვებისგან განმანთავისუფლებელი არის. არა მარტო უნდა გაპატიოს, უნდა გაგანთავისუფლოს. თუ შენში ცოდვის ბუნება არის, არასამართლიანობა, ნამდვილი მონანიება ის არის, რომ იესო ქრისტე განთავისუფლებს ამ ყველაფრისგან. და იცხოვრე წმინდა ადამიანის ცხოვრებით. ღმერთს დიდება და მადლობა, ამინ. ჰალელუია. ეს არის ზურფასებო, იმ ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ცოცხალი ლერწი არის. ჭეშმარიტ ვაზზე. აი ასეთ ცოცხალ ლერწებს მე უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ზურფასებო, უნდა ვიცოდეთ რომ მადლი იმ ადამიანებისთვის ვამბობ, ვინც ვერ განთავისუფლებულა, მადლს არ აზინავს. ღვთის მადლი არ არის მარტო ის რომ გაპატიოს სოდვები. ნუ დააკნინებთ მადლის როლს თქვენ ცხოვრებაში. ზოგს ხო ასე გგონია მარტო მადლი ის არის რომ ღმერთი დაუმსახურებლად ჩვენ პატიობს და გვაძლევს სიცოცხლეს. დიახ, მაგრამ აქ ნუ გაჩერდები. ღვთის მადლია ასევე ღმერთისგან ბოძებული ძალა. ჩვენ არა გვაქვს ეს ძალა, მაგრამ ღმერთი გვაძლევს ძალას ჩვენ ცხოვრებაში, რომ გავიმარჯვოთ ყოველგვარ უმართლოებაზე. თავარია აი აქ გონებაში არ დაეთანხმო. არ დაეთანხმო. როგორ გონიათ, მე არა მაქვს საცდური?
შეიძლება ვიღაცას თავის სასტური კონდეს, მე შეიძლება სხვა სასტური მქონდეს, სასტური სიამაყისა, სასტური ამპარტავნებისა, სასტური კიდევ ბევრ რაღაცაში, მაგრამ იცით რა არის? აი აქ არასდროს არ ვეთანხმები. ის რაც არ არის უფლისაგან და რასაც არ ვეთანხმები და რაზეც უარს ვამბობ, ღვთის მადლი მაძლევს ძალას. რომ საერთოდ ის პრობლემა არ გახდეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასეთი არის ჩვენი უფალი. გინდა წმინდა ცხოვრება? რამდენს გინდა წმინდა ცხოვრება? მოდი აწიეთ ხელი. არ გამოგდის რაღაც? ღვთის მადლია, რომელიც შეიძლება გამოიყენო. ის ძალა ღმერთისგან, შენ არ შეეგუო, უთხარი, უფალო, მე ნაყოფიერი მინდა ვიყო შენ წინაშე. უფალო, ნაყოფიერი ლერწი მინდა ვიყო შენ წინაშე. უფალო, არ მინდა უნაყოფო ცხოვრება. ამიტომ გთხოვ, შენი მადლით შემოდი ჩემ ცხოვრებაში. გამანთავისუფლე უმართლოებისგან. გამანთავისუფლე სხვადასხვა დაასახელე შენში არსებული. ის, რასაც ვერ ერევი. ვიღაც პორნოგრაფიას ვერ ელევა, ვიღაც აზარტულ თამაშებს, ვიღაცა სიცრუეს, ვიღაც კიდევ რაღაცას. თქვი უარი. მოინანიე, მთელი გულისწყობე პატიება ღმერთს, განაცხადე უარი ამ ყველაფერზე. გააკეთე შენი არჩევანი და იმ არჩევანს პატივი ეცი. თუ ასე გააკეთებ, ღვთის მადლი არ დააყოვნებს. ის მოდის შენ ცხოვრებაში, მოდის შენს გულში, გაძლევს ძალას გამარჯვებისას. და შენ მარტო ის ქრისტიანი კი არა ხარ, რომელიც მარტო მაპატია უფალმა და მარტო მადლი შემოფარგლე იმით, რომ მარტო პატიებელია უფალი, უფალი განმანთავისუფლებელი არის. ის განთავისუფლებს ყოველგვარი ცოდვისგან. თუ ამ გზას არ გაყვები და თუ ნაყოფიერი არ იქნები, გავა დრო. ნელ-ნელა შეიძლება ჩამოცილდი ამ მადლს, შეიძლება ბევრი არ ეთანხმება ამას. მაგრამ თუ შენ წრფელი მონანიება არა გაქვს ღვთის წინაშე გაკეთებული, თუ წრფელად არ მოინანიე, სიწრფელეს დიდი მნიშვნელობა აქვს შემოძვრფასება. თუ წრფელი მონანიება არა გაქვს გაკეთებული შენ ცხოვრებაში, შეიძლება ვაზზე ლერწად იყო, მაგრამ უნაყოფო ლერწი იყო. და შენ ცხოვრებაში სიმართლის ნაყოფები კი არა, უმართლოების ნაყოფები ვლინდებოდეს. ღმერთი შენგან სიწმინდეს ელოდება, მაგრამ თუ შენი გული გადაჯიშდა და შენ სხვა ნაყოფები მოგაქვს, დღეს ღმერთი შენ გაფრთხილებს აი ამ სიტყვით. არ მოიკვეთო. არ იქნა გარეთ გადაგდებული. მაგრამ დღეს შენი გული შემოატრიალე უფლისკენ. ვერც დიდება და მადლობა, ამინ. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ზურფასებო, ღმერთი ელოდება ჩვენგან ნაყოფებს, მაგრამ კიდევ ერთი ჭეშმარიტება არის ამ იგავში. ღმერთი ეხმარება მეოთხე ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რათა გაიზარდნენ სიწმინდეში. ღმერთი ეხმარება ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ სიწმინდეში გაიზარდნენ. ყოველ უნაყოფო ლერწ ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. აი ამ მუხლის მნიშვნელობა მარტივი გასაგებია. თუ ჩვენ ჩავუფიქრდებით მევენახის მსგავსად, როგორ მოქმედებს უფალი. წეღანაც ვახსენე, მევენახე ნაყოფიერ ლერწთან მუშაობას აგრძელებს. ნაყოფიერ ლერწებს, რომლებიც დღეს არიან მის ეკლესიაში, მოაქვთ ნაყოფები. უფალი წმენს. უფალი ეხმარება. როგორც მევენახე შედის თავისი მაკრატლით ხელში და იმ ნაყოფიერ ლერწებს წანაზარდები, ზედმეტი რაღაცები აშორებს, რომ უფრო მეტი ნაყოფი მოიტანონ. იმიტომ რომ ღმერთი ნაყოფებს ელოდება, მარტო ერთ ნაყოფს კი არა. ნაყოფიერი უნდა იყო, რაც მეტ ნაყოფს მოიტან, რაც უფრო მეტად წმინდა იქნები. და თუ გადავხედავთ ჩვენ ზურფასებო, ჩვენ ცხოვრებას ხედავთ, რომ ეს განწმენდის პროცესი შეიძლება ხანდახან მტკივნეულიც იყოს. ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავხედავთ ჩვენ, აი ამ წმინდანების ცხოვრება ნათლად მეტყველებს და ხსნის აი ამ მომენტს, თუ როგორ ეხმარება ღმერთი მორწმუნეებს. იცით, შეიძლება ადამიანებს დღეს მოუწიოთ ტანჯვა იმის გამო, რომ მისი ნებაში ასრულონ. შეიძლება მათ ცხოვრებაში მოვიდეს განსასწრებელი, მტკივნეული რაღაცები მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ როცა განსასწრებელი მოდის ადამიანის ცხოვრებაში, არავის ფეხი არ დააჭირო. მორწმუნეებს ხო ჩვევიათ,
ვიღაცას რაღაცა შეემთხვა და მიდის და იმის მაგივრად რომ ნუ გეში გვერდში დგომა გამოუცხადო, აი შენ ღმერთმა დაგსაჯა, აი ღმერთი გსჯის. მოდი შეწყვიტი ადამიანო, შენ ღმერთის ადგილზე მსაჯულად მოიქნები. კარგ ადამიანებსაც მოსდით ხოლმე რაღაცა ცუდი რაღაცები ცხოვრებაში. იმიტომ რომ ღმერთი ხანდახან ნაყოფიერ ლერწებს უფრო მეტად წმენს, რომ ნაყოფიერები იყვნენ. ღმერთმა იცის ჩვენი გულები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხვალინდელი დღე, ყველაფერი იცის უფალმა ძვირფასებაა. და თუ კი გადავხედავთ ჩვენ ძველ და ახალ აღთქმას პრაქტიკულად არ არსებობს დიდი წმინდანები, რომლებიც ვიცით ჩვენ, რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში ტანჯვით არ გაიარეს ეს განწმენდის პროცესი. და ამით თავიანთ უფალს დაემსგავსნენ, როგორც ესაიას 53 თავის მესამე მუხლი ამბობს, გატანჯულ და სნეულებ ნაგემი კაცი. ეს იყო იესო. გატანჯული და სნეულებ ნაგემი. ამიღეთ ბიბლიიდან ერთი რომელიმე წმინდანი, რომელმაც არ გაიარა ცხოვრებაში სიზნელეები, რომელსაც ტკივილები არ შეხვდა ცხოვრებაში, დამისახელეთ ერთი ადამიანი. მაგრამ აი ამ ტკივილებში, აი ამ განსასწრებლებში, რომელიც ხვდებათ ხოლმე ნაყოფიერ ქრისტიანებს ცხოვრებაში, ეს ღმერთის წყალობა, მისი დახმარება, მისი შეწევნა, იმიტომ რომ ადამიანებს გვახასიათებს რაღაც. ხანდახან არის მომენტები, როცა მიძინებულ მდგომარეობისკენ მიდიხარ და რაღაც მოდის შენ ცხოვრებაში. ღმერთს საერთოდ შეეძლო რომ ჩაეკეტე ეს ყველაფერი არ მოსულიყო, მაგრამ თუ მოდის, იმისთვის მოდის რომ გამოფხიზლდე. და როცა განსასწრელი გადაივლის, ყოველი ჩვენთაგანი ვგრძნობთ და ვხვდებით ძვირფასებო, რომ ჩვენი სარგებლობისთვის იყო ეს ყველაფერი. და ერთი საინტერესო ადგილია ებრაელთა მე-12 თავის მე-10 მუხლში. ჩვენი სარგებლობისთვის, როცა განსასწრებელზეა ლაპარაკი, რათა წილი გქონდეს მის სიწმინდეში. რათა წილი გქონდეს ჩვენ მის სიწმინდეში. განსასწრებელი ხანდახან სასარგებლო არის ადამიანებისთვის. ღმერთს დიდება ამისთვის. დიდებული არის ჩვენი ღმერთი. კიდევ ერთი მუხლი და ამაზე შევჩერდები, აღარ გავაგრძელებ სხვა მუხლების განმარტებას. თქვენ უკვე განიწმინდეთ იმ სიტყვით მე რომ გელაპარაკეთ. ნახეთ ძვირფასებო. იმის შემდეგ, რაც იესო აი ამ ორ მუხლში აღწერს თავის ურთიერთობას, მჭიდრო ურთიერთობას, ლერწებისა და ვაზის სახით, იესო ქრისტე ეუბნება ასეთ სიტყვებს, მიმართავს თავის მოწაფეებს და მათ პოზიციაზე მიუთითებს. და ეუბნება, თქვენ უკვე განიწმინდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. ალბათ ჩვენ ვხედავთ, რომ ამის შემდეგ მოწაფეებს პრობლემები აღარ ქონდათ? ქონდათ. მაგრამ როდესაც ადამიანები მოვდივართ ღმერთთან და ვინანიებთ, არის ასეთი ტერმინი პოზიციური სიწმინდე იყენებენ ხოლმე. როცა ადამიანი ინანიებს და ღმერთი პატიობს და ღებულობს, ღვთის თვალში ეს ადამიანი წმინდა. მოწაფეები წმინდა იყვნენ, ფარისევლებზე წმინდაც იყვნენ, ვინც გარშემო იყო ხალხი, იმიტომ რომ იესო უთხრა, ჩემი სიტყვით თქვენ განიწმინდენით. აი ამ სიტყვას, როცა იესო მათ სუფთას და განწმენდილებს უწოდებს, ისინი შედარებით შეიძლება ვთქვათ სხვა ადამიანებთან შესაბამისად, ისინი წმინდანი იყვნენ, ისინი სუფთები იყვნენ. ამიტომ მე მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, აი ეს გვხვდება ჩვენ წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილებზე. მაგრამ მე-4 მუხლში ნახეთ რას ეუბნება? დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. თუ დარჩებითო იესო ამბობს, მაშინ ნაყოფიერები იქნებით. იესო ქრისტემ უთხრა, თქვენ ჩემი სიტყვით განიწმინდენით. და თუ კი ეს საკმარისი იყო, მე-4 მუხლი რაღაც საჭიროა, მაგრამ იესომ უთხრა და ჩვენს გვეუბნება, თუ იესომ გვიქადაგა, თუ ჩვენ ქადაგების მეშვეობით მივიღეთ იესო და განვიწმინდეთ რაღაც დონეზე, ეხლა უფალი გვეუბნება, დარჩით ჩემში. ჩემი სიტყვა დარჩეს თქვენში. სიტყვა დარჩენა, იცით რას ნიშნავს? რაღაცას რომ მიეკრობი, ჩაეჭიდები და აღარ გაუშვებ და რჩები მასზე.
ის კი არა, ხან ხელს გაუშვებ, ჩამორჩები, ხან ისევ ჩაეჭიდები, ჩემში დარჩი უფალი ამბობს. დარჩენა ეს მუდმივი მოქმედება არის. ჩვენ ღმერთის სიტყვაში უნდა ვრჩებოდეთ. გვექადაგა, გვეპატია, გავწმინდა იესომ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება გრძელდება და უფალი გვეუბნება, ჩემს სიტყვაში დარჩით. ჩემში დარჩით ამბობს უფალი. შემდეგ ჩემს სიტყვაში დარჩით ამბობს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთის სიტყვაში დარჩენა ეს იგივე ქრისტეში დარჩენა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასებო რაც არ უნდა მოხდეს, უპირველეს ყოვლისა ღმერთის სიტყვა უნდა იყოს პირველ ადგილზე. მის სიტყვაში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ არ მოქმედებს შენზე დროთა ცვალებადობა, არ მოქმედებს შენზე სიტუაციები, შენთვის უპირველეს ყოვლისა ღმერთის სიტყვა და შენ ცხოვრებაში რო დგება მომენტი, რომ საკითხი გადაწყვიტო, შენ იმ საკითხს გადაწყვიტა ისე, როგორც უფალს უნდა. ეს არის მის სიტყვაში დარჩენა. თუ ჩვენ ამაში ვრჩებით, ქრისტეში დარჩენაა. ღმერთის დიდებული სული გვეხმარება ჩვენ და ჩვენ აი ამ ცხოვრებაში ვართ ღმერთისთვის მოსაწონი ნაყოფიერი ლერწები და გავაგრძელოთ ასე ჩვენი ცხოვრება. ამინ. გვერდს დიდება. შემოძვრფასებო, შემდეგ მუხლებზე აღარ გავაგრძელებ მე საუბარს, მოდი რაც მოვისმინეთ. ჩავიდოთ გულში ღრმად და ყოველი ჩვენთაგანი ვიყოთ ნაყოფიერი ლერწები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ლოცვის წინ, ჩვენ ახლა ზიარებასაც მივიღებთ, მაგრამ იფიქროს ამ საკითხზე იმ ადამიანმა უფრო მეტად თუ შენ გრძნობ რომ უნაყოფო ლერწად ახარ დღეს შენ ეკლესიაში. თუ არ მოგინანიებია თავის დროზე ღრმად, თუ წრფელი მონანიება არ გაიკეთებია შენ ცხოვრებაში, ღმერთი შანსის ღმერთი არის. ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს შანსს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, შეჩერდნენ, მოტრიალდნენ თავიანთი უკეთური გზებიდან და თუ თავის დროზე არ გაიკეთებია ეს, დღეს გააკეთე. ღრმა მონანიება უფლის წინაშე. ღრმა მონანიება უცილებლად განგაცდევინებს მის მადლს და შენ დაინახავ მის სოცხალ მოქმედებას ცხოვრებაში. არიან ადამიანები, მე ახლა მორწმუნეებზე ვლაპარაკობ, ვისაც დიდი ხანია, მხოლოდ გარეგნული ფორმა შერჩათ, რომ ღმერთთან მოზიარეობაში არიან. მაგრამ ღმერთი ელოდება თქვენგან შემოძვრფასებო, უფრო ახლო მოზიარეობას, უფრო ახლო ურთიერთობას. ერთ ადამიანს ველაპარაკებოდი ამას წინათ და ვის ახლობელზე და იცი რას მეუნება, ის ახლა კი არ დაეცაო. მე წლების წინ ვხედავდი რომ დაეცა. იმიტომ რომ მას აღარ ქონდა ის მოზიარეობა უფალთან. აღარ კითხულობდა, აღარც ისე ლოცულობდა, უბრალოდ ეს რაც გამოჩნდა. ისიც შინაგანი მდგომარეობა უფალმა იცის. ამიტომ თუ დღეს უფლის წინაშე უკვე დაცემული ხარ, შეიძლება ეკლესიაში დგეხარ, შეიძლება ეკლესია გხედავს მდგომარეობაში, შენი ახლობლები შეიძლება გხედავენ რომ დგეხარ, მაგრამ თუ უფალი გხედავს რომ დაცემული ხარ, ეს შენზე კარგად ვინ იცის. რამდენი ხანია რაც უფალთან წრფელი ურთიერთობა აღარ განგიცდია, მისი სიახლოვე და მისი მადლი. დიდებული არის ღმერთი. და მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით სხვანაირად არ გამიგოთ მე, მაგრამ მსახურებს ემუქრებათ ხოლმე ეს საშიშროება, იმიტომ რომ მსახურებაში როცა ხარ ჩართული, ხანდახან ღვთისმადლი იმდენად მოქმედებს იმ ნიჭში, იმ უნარში, რომელიც ღმერთმა მოგცა, შეიძლება სადღაცას იგრძნო კიდეც რომ ღმერთმა გაკურთხა, ღმერთი შეეხო შენი ლოცვით ვიღაცას, რაღაც მოხდა, კარგი. შემდეგ მოდიხარ ღვთებშესხმული და შენ გონია რომ დგეხარ, მაგრამ უფალი ამ დროს განა არ მიგვითითებს ხოლმე ის დრო, რომელიც ლოცვაში უნდა გაგვეტარებინა, არ გაგვიტარებია ლოცვაში. უფალთან მოზიარეობა, ბოლოს როდის იგრძენი მასთან სიახლოვე, პირადზე ვლაპარაკობ და არა გამოვლენილ რაღაცეებზე. ეს ხომ მხოლოდ უფალმა იცის. ამიტომ მოდი უფრო მეტად დაუახლოვდეთ უფალს და გამდიდდეს მისი დიდებული მარადიული სახელი ჩვენ ცხოვრებაში. ამენ.